მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 11-ზე, მე ქეთევან გრიგორაშვილი ვარ. დღეს ქართული ოცნება თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის 3 მენეჯერი დააკავა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტყებიუქს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში. საუბრისას ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიდიე ტყებიუქს გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით. მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ქართული ოცნება თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს. დედაქალაქის მერობის კანდიდატად კი მმართველი გუნდის მიერ კახაკალაძე უკვე წარდგენილია. სახელმწიფო გუნდი 4 ოქტომბრის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის 3 მენეჯერი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია ეწეოდა ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციის და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. დანაშაული 3 და 5 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით. გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას. კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქალაქ თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. განზრახმკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბრალდებული კი პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთი მტკიცება დამოიღეს. რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და ლელო ძლიერის საქართველოს წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გეგელიას და ლელოს სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ. არ ვიცი, რამდენიმე ადამიანი ღელავს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. კაცო, მე სადვიცე მე გადავწყვეტ რა. მაგრამ ხაზი მინდა გაუშვა იმას, ხაზი მინდა გაუშვა იმას, რომ ჩვენ ვართ ერთ ბრძოლაში და ვიქნებით ამ ბრძოლაში. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი წყალდობოში აქტიურად მიმდინარეობს. ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 7 უსახლკარო სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ამ ეტაპზე შენდება 7 სახლი. ბენეფიციარებს ფართები გადაეცემათ სრულად უზრუნველყოფილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აღნიშნული სოციალური პროგრამით კიდევ 20-მდე სახლი აშენდება. 3 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტზე, სადაც სოციალურად შეჭირებულ ოჯახებს საუშენებლო და საცხოვრებელი სახლები. ახლა მიმდინარეობს 7 სახლის მშენებლობა, რომელიც დასრულდება ოქტომბრის თვეში და გადაეცემათ აღნიშნულ ოჯახებს. ეს პროგრამა რა თქმა უნდა გაგრძელდება მომავალშიც. ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფოთში 600 ჰექტარი ფართობი დამუშავდა. სპეციალისტებმა ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრზე ტერიტორია თერმული ნისლით დაამუშავეს. მობილიზებული იყო 10 ერთეული სპეცტექნიკა. წამლობა ურსაფრთხოების წესების დაცვით საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ. მობილიზებული 10 ერთეული აგრეგატიანი ავტომანქანა წამლობა განხორციელდება ღამის საათებში დაახლოებით 10 საათიდან მოსახლეობა გაფრთხილებული არის ელექტრონული სატელეფონო შეტყობინებებით. სურსათის ეროვნული სააგენტო ქალაქ ფოთში წლების განმავლობაში ახორციელებს მავნე მწერების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე წელსაც დღესაც მთელი ქალაქის მასშტაბით 10 ერთეული ტექნიკით მოხდება თერმული ნისლით დამუშავება. დონალდ ტრამპმა ვლადიმირ რამდენსიანის საკათედრო ტაძარში ქართველ კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე რამდენიმე წუთის წინ ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები მივიდნენ. გამოსვენება 14 საათზე ტაძრიდან მოხდება. ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელდარ შენგელაიას ავტორობით არაერთი ცნობილი ფილმი შეიქმნა, როგორებიცაა სამანიშვილის დედინაცვალი, შერეკილები, არაჩვეულებრივი გამოფენა და სხვა. კინორეჟისორი ფლობდა წმინდა გიორგის ოქროს ორდენს 2022 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. კლავს საქართველოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეცვლიდა ქალაქური სიმღერების ტრადიციული და თანამედროვე ვარიაციები. კონცერტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა თაობის სოლო მომღერლები და მუსიკალური ანსამბლები. მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა რომ წავწყოლოდი ამ არაჩვეულებრივი კაცის საღამოს და მგონია რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ის აკეთებდა მთელი თავისი ცხოვრება. ეს არის ადამიანი, ეს არის მუსიკოსი, რომელმაც დიდი კვალიტატოვა საერთოდ ქართულ მუსიკალურ სამყაროში მან განავითარა ქალაქური მუსიკის ჟანრი და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მინდა მის ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი ვცე და პატივი მივაგო. აღფრთოვანებას ვერ მალაუო, რაღაც ულამაზესი. გამახსენა ჩემი ლამაზი დრო გატარებული ჩემს ძმასთან, ჩემს გურამისთან. რა ვიცი, დიდი მადლობა. გურამ თამაზაშვილი გახდათ ძველი თაობის, უფროსი თაობის ქართული ხვების სოლისტი. ჩვენი აჭარიდან გახდათ ეს საოცარი კაცი და სწორედ მისი დაარსებულია ჯგუფი ანსამბლი ალილო. მე 14 წელია რაც უკვე ტარდება და მასპინძლობს ქალაქი ბათუმი გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს. ძალიან კარგი საღამო იყო და გულამაჩუყებელი, ჩვენი ვირტუოზების და გენიალური ხმების საღამო. საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა ეროვნული გმირის შვილთან ერთად გადასცა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი სინჯის მედლებით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა დააჯილდოვეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა. ჩვენი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის უკდასავყოფად უკვე თავდაცვის სამინისტრო მე-5 წელია ატარებს
ტურნირს წელს ჩვენ ჩავატარეთ ახმეტის მუნიციპალიტეტში, გიორგის მუნიციპალიტეტში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, რა თქმა უნდა, სიმბოლური არის ჩვენი გიორგის სახელის უკდავსაყოფა. ჩემპიონატი მამაჩემის სახელს ატარებს და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ აგრძელდება ასეთი ღონისძიებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა საქართველოს კუთხეში ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ. გამარჯვება მოვიპოვეთ ჩვენ კი რა თქმა უნდა მე-6 ბრიგადა, მაგრამ ეს არის გიორგი ამწუხელიძის სახელობის ტურნირი და ამ ტურნირში რა თქმა უნდა თელი თავდაცვის ძალები ვართ გამარჯვებული. წელსახმედელები გახარებულები ვართ, იმიტომ რომ პირველად არის შემთხვევა, როცა ჩვენ ასე ვთქვათ გიორგის მშობლიურ მუნიციპალიტეტში ტარდება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დღის ყველა სიახლეს ვრცლად გაიცნობით იმედი ნიუს-ჯიზა ქრონიკა პირდაპირ ეთერში 2-ზე დაბრუნდება. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.